იყო ერთი ვაჯე. მაგი კი არა, მაპატიეთ ამ სიტყვაზე. ღობეზე გადმოხდა. ღობედან გადახდა. ძალიან უბრალო პიროვნება, ძალიან ჩემი გაგები. ხო, ერთი ახლობელი მუშაობდა მის იმაში, გამწვანებაში, ალბათ თუ რა ვიცი, რა ქვია მაგას. ხო და უთხარით, რომ გვაქვს ასეთი ხე არის, რამოდენიმე საუკუნის უკანდელი. ხო და თუ უნდა ყიდვა, იმიტომ რომ ცოტა ვალებშია ბიჭები, ვალებში იყო. ბიზნეს ხალხი რომ მოვიდა, იმპორტული ხალხიც მოვიდა. არ ვიცი, ზოგი ესტონეთიდან იყო, ზოგი პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდანაც კი იყო, მგონი თუ არ ვჩდები და თქვას რომ 2 საუკუნე ნახევარზე მეტისა არის. სამხარეს ბიჯგები რო გაუკეთეს, ეს რკინი, ზუზარმაზარი იგინი, რომ მეორე მხარეს აქ გზის მხარეს, არა? არ გაუკეთებია. შემდეგ თან თხრიდან. იგე? ხო, თხრიდან და ახლა სამხარეს რო დააწვა ამ ხის სიმძიმემ. გამიგე ნელ-ნელა შვავდებოდა ბიჭო. ხო, ვეუბნებოდი ბიჭო, დააბით იმაზე, ტროსებიც ჰქონდათ, ყველაფერი დააბით მეორე ხეზე, მაგრამ არ გეიგონეს და რა ვიცი, ნელ-ნელა დააწვა ჩემი თვალის წინ. აი ეს ბავშვია, ხე რო წაიქცა, გაიგე, ტიროდა თურმე. ეგე ტიროდა და მე მეუბნებოდა, მე საღამოს რომ მოვედი, მეუბნებოდა რომ უთხარიო ბაბუ, ბიზნას უთხარიო, მოხსნას მაგინი ყველაო. უკან დააბასო. არა, მოხსნას იხალხიო, არ იცოდნენ არაფერიო. ხომ იყო ასებიო. იმის შემდეგ წნევები გვაქვს. ღმერთმა კარგად ამბობს ყველანი, მაგრამ ხეა, მაგრამ ხომ არ იტყვი მაგას ახლა. არ უნდა წაქცეულიყო. ბიზნასაც სული და გულით უნდოდა. ასეთი ხე ახლა მე ახლა ბევრი მისი თანამშრომლები ხშირად მოდიან და ასეთი ხე ჯერ არ გვინახია. ავშენე რა თქმა უნდა და გეოლოგები ჩამოვაკიდეო და გააკეთებენ და რა ვიცი, მეტი არაფერი არ ვიცი და